ჩამოვედით გურიაში, გვაქვს შეხვედრა დაგეგმილი ოზურგეთში. რა მოლოდინები გაქვს, აბა? ოზურგეთის ხედვარეს რა მოლოდინები უნდა ქონდეს კარგის გარდა. არა, ოზურგეთის შეხვედრას. ხო და კარგი მოლოდინები. საბოლოო ჯამში უკვე არ იმდენია, რომ საქმე რაღაცა ცივი სიტუაცია დახვდება ხალხის ჩართულობის კუთხით, თორე ახლა პრობლემატიკაზე რო საუბრობენ, ცხადია თუ რაღაცებს ასევე განვიხილავთ, მაგრამ იმისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რომ მე შესაბამისად ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ. შევცვალოთ უკეთესად ის. და როგორც ბუნება გვაქვს, ამასი ეგეთი იყოს, ამერჩენი რაღაცა. ხო, მე მგონი ხელი რო არ გვეხლა, უფრო კაი ქვეყანა გვექნებოდა, ხო? საერთოდ ხელი რო არ გვეხლა, უკეთესი იქნება. რამდენი დაგვრჩა ოზურგეთამდე? ჰა? 15 წუთი? მართლა? ჩვენ ჩამოვედით უკვე ოზურგეთში. დაიწყო უკვე შეხვედრა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები გამოდის აბსოლუტურად ყველა ქალაქში. ნამდვილად ვჯერა, რომ ბევრი რაღაცის შეცვლა შეგვიძლია უკეთესობისკენ და აი ადამიანების ჩართულობაც ამაზე მეტყველებს, მათი ინფორმირებულობა და ჩვენი სურვილია, რომ შევხვდეთ აბსოლუტურად ყველა მხარეში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტი ადამიანთან დავამყაროთ კომუნიკაცია, გავიგოთ მათი სურვილები, მათი აზრები და შევძლოთ, რომ რეფორმერი გახდეს მართლა პლატფორმა, რომელიც იქნება ხალხისთვის. იმად დაგხები რა თქო პატომატი კიდე ჩამოვალთ არაერთხელ, ასე რომ აი დიდი მადლობა პირიქით თქვენ მოგზაურობისთვის. მე მგონი ძალიან კაი შეხვედრა იყო, ხო? კი. თან აქ რა გამოვიდა, ნახე, ფაქტობრივად ოზურგეთელებს ხო ხდებით, მაგრამ აქ გურიაში ეგ ძალიან გავრცელებულია ეგ ფენომენი, რომ კი ოზურგეთში ცხოვრობენ, მაგრამ ყველა არის ახლომახლო სოფლიდან რა და არა მარტო ოზურგეთზე კი არ ვისაუბრებ, ფაქტობრივად სოფლების პრობლემებზეც ვისაუბრებ. არა ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც ყველა ვჯერდებით, ამბობენ, რომ ფაქტობრივად კავშირი არჩეულ ხელისუფლებასაც შორისაც კი და მოსახლეობას შორის არათუ დანიშნულ ხელისუფლებას შორის ფაქტობრივად გაწყვეტილია და ვერ გძნობს შესაბამისი ორგანოები და პასუხისმგებელი პირები ხალხის პრობლემატიკას. ხატი, აბა ვიცი, რომ ბევრ ხალხს ელაპარაკე. კი, ბევრი ადამიანს შევხვდით პარალელურად ფოკუს გრუპებისა და ძალიან დადებითი ფიდბექი გვაქვს. ადამიანები და მოსახლეობა ფიქრობს, რომ კი, ჩვენ უნდა ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ჩვენი როლი საკმაოდ დიდი არის ქვეყნის განვითარების პროცესებში. მოკლედ გურიაშიც დავასრულეთ ჩვენი ვიზიტი და ეხლა უკვე შევუდგებით გზას აჭარისკენ.